გვერდი 101. გამოთვალეთ 10 მიკროფარადი ელექტროტეოდობის კონდენსატორის ელექტრული ველის ენერგია თუ მის შემონაფენებს შორის ძაბვა 70 ვოლტია. ეს კი მოცემულია, რომ C არის 10 მიკროფარადა და ძაბვა არის 70 ვოლტი. ენერგიას გთხოვენ. W არის კითხვის ნიშანი. 10 მიკროფარადა ეს არის 10 მინუს 6 ხარისხად ფარადა. ენერგია, ველის ენერგია ეს არის CU კვადრატ შეფარდებული 2-ზე. აქედან დამოთვლით. მეორე ამოცანა. გამოთვალეთ 500 პიკოფარადა ელექტროტეოდობის კონდენსატორის ელექტრული ველის ენერგია თუ მისი მუხტი 20 მიკროკულონია. ესე იგი C არის 500 პიკოფარადა, ანუ ეს არის 500 10 მინუს 12 ხარისხად ფარადა, ხოლო მუხტი არის 20 მიკროკულონი. ანუ 20 10 მინუს 6 ხარისხად კულონი. ისევ ენერგიას გთხოვენ. ენერგიისთვის ჩვენ შეგვიძლია ან ეს ფორმულა გამოვიყვენოთ C კვადრატ ნახევარი, ან ეკვივალენტური ფორმულა Q კვადრატი 2C-ზე. ერთიდან მეორეზე გადასვლა იმით ხდება, რომ Q არის C გამრავლებული U-ზე. ასე რომ პირდაპირ ამ ფორმულით გამოვთვლით. მესამე. როგორ შეიცვლება კონდენსატორის ელექტრული ველის ენერგია, თუ კონდენსატორზე მოდებულ ძაბვას ორჯერ გავსდით. ესე იგი U2 არის ორჯერ U1 და გვეკითხებიან W2-ის W1-თან შეფარდებას. ტევადობა არ შეცვლილა. ესე იგი W1 არის CU1 კვადრატ ნახევარი, W2 არის CU2 კვადრატ ნახევარი. W2-ის W1-თან შეფარდება იქნება U2-ის კვადრატი შეფარდებული U1-ის კვადრატზე. ესე იგი 4 U1-ის კვადრატი U1-ის კვადრატზე გამოგვივა 4. მეოთხე ამოცანა. კონდენსატორის მუხტის 3-ჯერ გაზდით ელექტრული ველის ენერგია 0.8 ჯოულით გაიზარდა. განსაზღვროთ ელექტრული ველის ენერგიის საწყისი მნიშვნელობა. ესე იგი Q2 არისო 3-ჯერ Q1-ის ტოლიო. ხოლო ენერგიის ცვლილება დელტა W არის 0.48 ჯოული. და უნდა გავიგოთ საწყისი ენერგია. ესე იგი W1 არის კითხვის ნიშანი. W1 არის Q პირველი კვადრატი 2C-ზე, W2 არის Q2 კვადრატი იგივე 2C-ზე. ხო და ახლა რადგან Q2 არის 3-ჯერ Q1, შევიტანოთ, ესე იგი 9-ჯერ Q1-ის კვადრატი 2C-ზე. ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ W2 არის 9-ჯერ W1-ის ტოლი. მეორე მხრივ W2-ს გამოკლებული W1 ეს არის 0. დელტა W, რომელიც 0.48 ჯოული არის. ხო, ესე იგი შევიტანოთ აქ, ესე იგი 9-ჯერ W1 მინუს W1 არის დელტა W, ანუ 8-ჯერ W1 არის დელტა W, ანუ W1 საწყისი ენერგია იქნება დელტა W შეფარდებული 8-ზე. ანუ ეს გამოვა 0.48 ჯოული შეფარდებული 8-თან. ესე იგი 0.06 ჯოული. ხო, მეხუთე ამოცანა. მუდმივი ძაბვის წყაროსთან მიერთებული ბრტყელი ჰაერიანი კონდენსატორის ფირფიტებს შორის სივრცე შეავსეს Z-ით. როგორ შეიცვლება კონდენსატორის ელექტრული ველის ენერგია? რადგან მუდმივი ძაბვის წყაროსთან არის მიერთებული, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ აი ამ ფორმულით CU კვადრატ ნახევარი. აი საწყისი ენერგია იქნება C1 U კვადრატ ნახევარი.
მერენდელი ენერგია იქნება εc1 უკვადრატ ნახევარი. ასე რომ W2-ის W1-თან შეფარდება, გამოგვივა ε-ის ტოლი. სადაც ε არის ε-ზ-ის, რომელსაც ცხრილში ვნახავთ. კარგით, ესე იგი, ეს მეხუთე ამოცანა იყო. მეექვსე ამოცანა. მუდმივი ძაბვის წყაროსთან მიერთებული ბრტყელი კონდენსატორი გამორთეს ძაბვის წყაროდან. როგორ შეიცვლება კონდენსატორის ელექტრული ველის ენერგია, თუ ფირფიტებს შორის მანძილს ორჯერ შევამცირებთ. ეხლა ნახეთ რა მდგომარეობაა. როდესაც ჩვენ დენის წყაროდან გამოვრთავთ კონდენსატორს, ხო? იმის მერე მუხტი არ შეიცვლება, ესე იგი Q იქნება კონსტანტა. ამიტომ ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ფორმულით W არის Q კვადრატი 2C-ზე. ხო, ეხლა აქ რა ქნეს, რომ ფირფიტებს შორის მანძილი ორჯერ შევამცირეთო, ესე იგი D2 არის D1-ის ნახევარი. ამიტომ C1 თუ იყო ε0 ε-s D1, C2 იქნება ε0 ε-s D2. ანუ ესე იგი ეს D2-ის მაგივრად D1-ის ნახევარი რო შევიტანოთ, იქნება ε0 ε-s D1, ეს ორიანი ზევითავა. ასე რომ C2 იქნება ორჯერ C1. ასე რომ W1 თუ არის Q კვადრატი 2C1-ზე, W2C1-ზე, W2 არის Q კვადრატი 2C2-ზე. ხოლო W2 შეფარდება W1-თან, იქნება Q კვადრატი 2C2, Q კვადრატი 2C1-ზე. Q კვადრატები გაიკვეცება, 2-ები გაიკვეცება, იქნება C1 C2-ზე. ეს არის C1 ორჯერ C1, გამოვა 1 მეორედი. ეს იგი ენერგია ორჯერ შემცირდება. მეშვიდე ამოცანა. მუდმივი ძაბვის წყაროსთან მიერთებული ბრტყელი ჰაერიანი კონდენსატორი გამორთეს ძაბვის წყაროდან. როგორ შეიცვლება კონდენსატორის ელექტრული ველის დაძაბულობის მოდული და ველის ენერგიის სიმკვრივე, თუ ფირფიტებს შორის სივრცეს მთლიანად შევავსებ დიელექტრიკით, რომლის დიელექტრული შეღწევადობა 6-ის ტოლი არის. ხო, ეხლა ჩავწეროთ მუდმივი ძაბვის ბრტყელი კონდენსატორი გამორთეს ძაბვის წყაროდან. რადგან ძაბვის წყაროდან გამორთეს, ესე იგი მუხტი აღარ შეიცვლება. ეხლა როგორ შეიცვლება კონდენსატორის ელექტრული ველის დაძაბულობის მოდული და ველის ენერგიის სიმკვრივე. თუ ფირფიტებს შორის სივრცეს მთლიანად შევავსებ დიელექტრიკის, რომლის შეღწევადობა 6-ის ტოლია. ε არის 6-ის ტოლი. ეხლა გვეკითხებიან, როგორ შეიცვლება დაძაბულობა, ესე იგი E2-ის E1-თან შეფარდება რისი ტოლი არის და ენერგიის სიმკვრივე. ენერგიის სიმკვრივე, რაღაცნაირად აღნიშნოთ, ესე იგი იყოს თქვა ρ2-ის ρ1-თან შეფარდება რისი ტოლი იქნება. ხო, რადგან მუხტი არ შეცვლა, მაშინ მუხტის ელექტრული ველის ენერგია W შეიძლება გამოთვალოთ ფორმულით Q კვადრატი 2C-ზე, ხო? ესე იგი, მუხტი უცვლელი არის. ეხლა ვნახოთ, ესე იგი, C-ს რა მოსდის. საწყისი ტევადობა თუ იყო C, პირველით აღნიშნოთ, მეორე ტევადობა C2 იქნება ε-ჯერ C1. ამიტომ ჩავწეროთ W1 იქნება Q კვადრატი 2C1, მერენდელი ენერგია არის იგივე Q კვადრატი 2C2-ზე. ხო, ეხლა ველის ენერგიის სიმკვრივე ρ, ეს არის ენერგია შეფარდებული მოცულობაზე. მოცულობა ფირფიტებს შორის მოცულობაზე არის ლაპარაკი, იმიტომ რომ ველი მანდარი თავმოყრილი. ჩავწეროთ, ესე იგი ρ1 არის W1 შეფარდებული V-ზე, ρ2 არის W2 შეფარდებული იგივე V-ზე. ρ2 ρ1-თან იქნება W2 W1-თან, მოცულობები გავკვეთე უკვე. ეხლა W2 ეს არის Q
q კვადრატი 2c2 w1 q კვადრატი 2c r-ზე. q კვადრატები გაიკვეცება, ორიები გაიკვეცება, იქნება c1 c2-ზე. ეს არის c1 epsilon c1-ზე. ესენი გაიკვეცება 1 შეფარდებული epsilon-ზე გამოგივა. ასე რომ ρ2 ρ1-ზე ველის ენერგიის სიმკვრივეები შეიცვლება ესეთნაირად, epsilon-ჯერ შემცირდება. ეხლა რაც შეეხება, მოდით ნახოთ, ესე იგი ელექტრული ველის დაძაბულობას. ეხლა ამას დავადგენთ ესეთნაირად, რომ ესე იგი რადგან მუხტი უცვლელი არის, q არის კონსტანტა, ხო, ისევ. q შეგვიძლია ჩავწეროთ როგორც c1 u1, იგივე მუხტი არის c2 u2. ასე რომ u2-ის u1-თან შეფარდება იქნება c1-ის c2-თან შეფარდება. ანუ ეს იქნება c1 2-ჯერ c1, ესენი გაიკვეცება და 1 მეორედი გამოვა. u2 u1-თან გამოვიდა 1 მეორედი. მეორე სულ ელექტრული ველის დაძაბულობა არის u შეფარდებული d-ზე. d არ იცვლება აქ ჩვენ შემთხვევაში. ამიტომ e1 ეს არის u d-ზე, u1 d-ზე, e2 არის u2 იგივე d-ზე. ესე იგი e2 რო შევაფარდო e1-ზე, მექნება u2 u1-ზე და u2-ის u1-თან შეფარდება 1 epsilon-თან გამომივა. ასე რომ დაძაბულობებიც ესე იგი epsilon-ჯერ შემცირდება. ხო, ეგ იყო მე-7 ამოცანა. ეხლა მე-8 ამოცანა. მიმდევრობით შეერთებული ორი ერთნაირი ბრტყელი კონდენსატორი მიერთებულია მუდმივი ძაბვის წყაროსთან. სურათი 100-ზე. როგორ შეიცვლება თითოეული კონდენსატორის ელექტრული ველის ენერგია, თუ პირველი კონდენსატორის ფირფიტებს შორის მანძილს 3-ჯერ გავზდით. ესე იგი, აქ იგულისხმება, რომ u არის კონსტანტა, მუდმივი ძაბვის წყაროსთან არის შეერთებული, თითოეული კონდენსატორის ელექტრული ველის ენერგია, თუ პირველ კონდენსატორის ფირფიტებს შორის მანძილს 3-ჯერ გავზდით. ესე იგი, d2 არის 3-ჯერ d1-ის ტოლიო. დავხატოთ ესე იგი სურათი, ეგეთი სიტუაცია ქონდა. თავდაპირველად ორი ერთნაირები იყო, ესე იგი c და c. ეხლა ამათი საერთო ტევადობა, რადგან მიმდევრობით არის შეერთებული, c' იქნება c ნახევარი და სრული მუხტი q იქნება c' გამრავლებული u-ზე. ანუ c ნახევარი გამრავლებული u-ზე. ესე იგი საწყისი მუხტი q იქნება c ნახევარი u-ზე. ესე იგი ეს ხო, ეხლა არ ვიცი ეს რამეში დაგჭირდება თუ არა. ეხლა დაგჭირდება იმაში, რომ ეს არის სრული მუხტი, იგივე მუხტი აქვს პირველ კონდენსატორსაც. ამიტომ პირველი კონდენსატორის მუხტისთვის შეგვიძლია დავწეროთ, რომ ეს არის c1 u1-ზე, c1 არის c, ამიტომ c ნახევარი u-ზე არის c u1-ზე. ეს c-ები გაიკვეცება და u1 არის u-ს ნახევარი. ეს კი საწყისი ძაბვა პირველ კონდენსატორზე არის u-ნახევარი. მეორე კონდენსატორზეც არის ესე იგი u-ნახევარი. ხო, როგორ შეიცვლებაო, აქ გვეკითხებიან ველის ენერგია. ხო, ეხლა პირველი კონდენსატორის ენერგია W1 ეს იქნება კი ბატონო, ესეც შეიძლება დავწეროთ, რომ q კვადრატი 2c-ზე მეორეს ენერგიაც არის ესე იგი q კვადრატი 2c-ზე. ანდა შეიძლება c კვადრატ ნახევრითაც დაგვეწერა, იგივე იქნებოდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ q არის ესე იგი c ნახევარი u.
ესე იგი აი W1-ისთვის, მოდით ჩავწეროთ ესე C U ნახევარი კვადრატ ნახევარი და იგივე ენერგია ექნებოდა მეორეს C U ნახევარი კვადრატში შეფარდებული 2-ზე. ასე რომ W1 არის C U კვადრატ მერვედი, ხოლო მეორე ენერგიაც არის C U კვადრატ მერვედი. აი ახლა სიტუაცია ესეთი გვაქვს, რომ ჩვენ ავდექით და აი ამ მეორე კონდენსატორში მანძილი შევამცირეთ, ესე იგი სამ გავზარდეთ, მოდიში სამჯერ გავზარდეთ. რადგან ტევადობა არის ε0 ε-s შეფარდებული d-ზე და d რადგან სამჯერ გავზარდეთ, აი ამისი ტევადობა სამჯერ შემცირდება. ამისი თუ იყო c, ამისი იქნება c მესამედი. ეხლა მოდი დავთვალოთ რისი ტოლი იქნება მუხტი. ესე იგი ამ რისი ტოლი იქნება მუხტი, ხო? ეხლა ამისათვის დავთვალოთ ამათი საერთო ტევადობა, 1 შეფარდებული c 2 შტრიხი არის 1 c-ს პლუს 1 c მესამედზე, ეს სამიანი ზევითავა. ამიტომ ეს იქნება 4 შეფარდებული c-სთან. ასე რომ c 2 შტრიხი იქნება c მეოთხედი. რადგან ძაბვა აქ უცვლელი გვაქვს, u კონსტანტა არის, ხო? მუდმივი ძაბვის წყაროსთან არის შეერთებული. მთელი მუხტი შეგვიძლია დავთვალოთ, ეს იქნება c 2 შტრიხი გამრავლებული u-ზე, ასე რომ მთელი მუხტი იქნება c u მეოთხედი. ხო, ეს არის საერთო მუხტი. იგივე მუხტი ექნება ახლა თითოეულს. ამიტომ თითოეულის ენერგია W1 შტრიხი იქნება q კვადრატი 2 q1-ის კვადრატი, ეს q1 არის. q1-ის კვადრატი 2c-ზე, W2 შტრიხი იქნება q2-ის იგივე q1-ის კვადრატი 2-ჯერ ამის ტევადობა არის c მესამედი. c მესამედი, ეს სამიანი ზევითავა. ის 3-ჯერ q1-ის კვადრატი 2c-ზე. კარგი, ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერი მზადა გვაქვს. ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, აი პირველი კონდენსატორის ენერგია როგორ შეიცვალა. აი მისი ახალი ენერგია W1 შტრიხი არის q1-ის კვადრატი 2c-ზე, სადაც q1 არის cu მეოთხედი, ხო, ესე იგი s კვადრატში შეფარდებული 2c-სთან. ეს იქნება c კვადრატ u კვადრატი 16 2c-ზე. c და c გაიკვეცება და W1 შტრიხი გვექნება c u კვადრატ 32-ზე. ეს არის საწყისი მერენდელი ენერგია პირველი კონდენსატორის. საწყისი ენერგია მაგ კონდენსატორის W1 იყო აი აქედან c u კვადრატ ეს კვადრატში ავაური, ესე იგი გამოვა 8-ზე. ასე რომ W1 შტრიხი W-ზე, W1-ზე იქნება c u კვადრატ 32-ზე გაყოფილი c u კვადრატ 8-ზე. c u კვადრატები გაიკვეცება 8/32. ესენი ყველაფერი გაიკვეცება და 1/4 გამოგვივა. ეხლა ანალოგიურად მეორე კონდენსატორისთვის. აი W2 შტრიხი, აი ესა არის 3 q1 არის c u მეოთხედი კვადრატში შეფარდებული 2c-ზე. ასე რომ W2 შტრიხი იქნება 3-ჯერ c კვადრატ u კვადრატ 32
c-ზე. ეს კვადრატი ეს გაიკვეცება 3-ჯერ cu კვადრატ 32. ხოლო საწყისი ენერგია მისი იგივე იყო რაც მეორესი. ხო, ამიტომ W2 შტრიხი შეფარდებული W2-თან ეგ იქნება 3-ჯერ cu კვადრატ 32 გაყოფილი cu კვადრატ მერვედი. cu კვადრატი cu კვადრატთან გაიკვეცება, ეს 8 და 34 აქ 4 იქნება, გამოვა 3/4. აი ესეთნაირად გავთვლით საბოლოო ენერგიების შეფარდებას საწყის ენერგიებთან. მეცხრე ამოცანა. 121 სურათზე გამოსახულია 2C ტევადობის კონდენსატორის ელექტრული ველის ენერგია 0.18 ჯოულია. რისი ტოლია 4C და 6C ტევადობის კონდენსატორის ენერგიები. ეხლა ესენი რადგან ხო აი დავხატოთ, რადგან ესენი მიმდევრობით არიან მიერთებულები, მათ ერთნაირი მუხტი ექნებათ. Q არის ყველგან მუხტი. ასე რომ W1 ვიცით, ეს არის Q კვადრატი 2C1-ზე. ანუ ეს არის Q კვადრატი 4C-ზე, იმიტომ რომ C1 არის 2C-ს ტოლი. ხო, ეხლა W2 არის Q კვადრატი 2C2-ზე. ამიტომ ეს არის Q კვადრატი 2-ჯერ C2 არის 4C. ანუ ეს არის Q კვადრატი 8C-ზე. ხო და W2-ის W1-თან შეფარდება იქნება Q კვადრატი 8C შეფარდებული Q კვადრატ 4C-სთან. ესენი გაიკვეცება და გვექნება 4 მერვედი, ანუ 1/2. ასევე W3 იქნება Q კვადრატი 2C3-ზე, ანუ Q კვადრატი 2-ჯერ 6C-ზე, ანუ Q კვადრატი 12C-ზე. ახლა W3-ის შეფარდება W1-თან, ეგ არის Q კვადრატი 12C შეფარდებული Q კვადრატი 2C-სთან. ესენი იკვეცება 2/12, 1/6. ასე რომ ჩვენ მივიღეთ, რომ W2 არის W1-ის ნახევარი, ხოლო W3 არის W1-ის მეექვსედი. და W1 ვიცით, რომ 0.18 ჯოულია. W1 არის 0.18 ჯოული. ამიტომ W2 იქნება 0.18 გაყოფილი 2-ზე, 0.09 ჯოული. ეს არის 0.18 გაყოფილი 6-ზე, 0.03 ჯოული. მეათე ამოცანა. სურათი 122-ზე გამოსახული C1 3C ტევადობის კონდენსატორის ელექტრული ველის ენერგია 0.24 ჯოულია. ეს კი W1 არის 0.24 ჯოული. თანაც C1 არის 3C, C2 არის ასევე 3C, C3 არის 6C. და გვეკითხებიან თითოეული რისი ტოლია ამ დანარჩენი ორის ენერგიები. აი აქ ეგეთი სიტუაცია გვაქვს. ხო, ეხლა აი ამის მუხტი უდრის აი ამეთ საერთო მუხტს. ხო, ეხლა და ამათი ძაბვები იქნება ტოლი. ხო, ეხლა მოდი დავთვალოთ ჯერ ამ ორის ტევადობა, რადგან ეგენი პარალელურად არიან შეერთებული, ესე იგი C შტრიხით აღვნიშნოთ ამ ორის ტევადობა, ესე იგი C2 ეს C3, C შტრიხი არის C2 პლუს C3, ანუ 3C პლუს 6C არის 9C-ს ტოლი. ესე იგი C შტრიხი გამოვიდა 9C-ს ტოლი. ეხლა ეს მუხტი უდრის ამ მუხტს. ესე იგი Q
რომელიც არის C1 U1 იგივე Q უდრის C' U'-ზე. U' არის აი ამათი ძაბვა. ესე იგი U' გამოვივა Q გაყოფილი C'-ზე, ანუ Q გაყოფილი 9C-ზე. ეხლა ამისი ენერგია ჩვენ შეგვიძლია W1-ის ენერგია ჩავწეროთ ესეთნაირად. ეს არის ხო, ნუ W1 ენერგია შეიძლება დავწეროთ ან C1 უпростоროდ ხო, ნუ იყოს ესე C1 U1 კვადრატ ნახევარი. ხო, ეხლა რაც შეეხება U'-ს, ესე იგი ეს U' არის იგივე Q გაყოფილი C'-ზე. ნუ Q იყო C1 U1 შეფარდებული C'-ზე, C1 არის 3C, C' არის 9C. ესენი გაიკვეცება და U' გამოვა აქ U1 მინდა კიდე. U' გამოვა U1-ის მესამედი. ხო. კარგით. ეხლა ამის შემდეგ მე შემიძლია დავწერო, თქვა რომ იგივე ძაბვა ამასა აქვს და იგივე ძაბვა ამასა აქვს. ამიტომ მათი ენერგიები შემიძლია დავწერო W2 იქნება C2 U' კვადრატ ნახევარი. ნუ C2 არის 3C, U' არის U1-ის მესამედი კვადრატში 2-ზე გაყოფილი. ამიტომ ეს იქნება 3C U1-ის კვადრატი 9 გამრავლებული 2-ზე. ამიტომ ესენი გაიკვეცება აქ 3 არის და W2-ისთვის ვღებულობ C1 კვადრატ შეფარდებული 6-ზე. ეხლა ანალოგიურად შემიძლია აი აქ ენერგია დავთვალო W3, ეს არის C3 U' კვადრატ ნახევარი. C3 6C არის, ესე იგი 6C, ეს U' იყო U1-ის მესამედი კვადრატში შეფარდებული 2-თან. ანუ 6C U1 კვადრატი 9 გამრავლებული 2-ზე. ეს და ეს გაიკვეცება აქ მექნება 2, აქ მექნება 3, ეს ორები გაიკვეცება და C1 კვადრატ მესამედი. კარგით, იმის მერე რაც აი მოდით აი ეგეთ გადავითან, ესე იგი მიღებულ შედეგებს გამოვწეროთ W3 მივიღე C1 კვადრატ მესამედი, W2 მივიღე C1 კვადრატ მეექვსედი, ხოლო W1 მივიღე, ნუ C1 იყო 3C U1 კვადრატ ნახევარი. ნუ ესე იგი ესენი რადგან ვიცით, ჩვენ შეგვიძლია ახლა W2 გავყოთ W1-ზე, გვექნება C1 კვადრატ მეექვსედი შეფარდებული 3C U1 კვადრატ ნახევარი, ეს C1 კვადრატები გაიკვეცება, ეს 2-იანი და ეს 6-იანი აქ დარჩება 3, ესე იგი გამოვა 1/9. ასევე W3 გაყოფილი W1-ზე იქნება C1 კვადრატ მესამედი გაყოფილი 3C U1 კვადრატ ნახევარი. ეს C კვადრატები გაიკვეცება, ეს იქნება 2/9. ნუ ასე რომ მე
W2 გამოვიდა W1 გაყოფილი 9-ზე, ხოლო W3 გამოვიდა 2 მეცხრედი W1-ისა და W1-ები ვიცით.